ეთერშია ტელეკომპანია გურჯაანის მთავარი საინფორმაციო გამოშვება ახალ ამბებს თამარ გორხელაშვილი გაგაცნობთ. დღის მნიშვნელოვანი ამბების შესახებ ნახოთ ანონსი. არის თუ არა ლარის გაუფასურების მიზეზი მოსახლეობის უარყოფითი მოლოდინები. გურჯაანელი მოსახლეობა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩევლის კომენტარს ეხმიანება. სიგტყვილია ლარი კუპონი გახდა. მთავრობის ბრალი არ არისო? აბა ვისი ბრალია? მრჩეველი კახეთში რა ეტაპზეა ყურძნის ჩაბარების პროცესი რეგიონში? დილის მონაცემებით გადამუშავებულია 15,000 ტონამდე ყურძენი. ყვარელი სტიქიიდან ერთი თვის შემდეგ როგორ მიმდინარეობს და როდის დასრულდება დაზარალებულთა სახლების გადახურვის პროცესი სოფლებში? ერთი თვია რაც სიტყვა მოვიდა იმის მერე როგორც გარეთაც სახში წუს. ადრობელი ვართ რომ გიხურავენ. ავტოსაგზაო შემთხვევა ჭანდარში, რომელსაც ლამის 9 წლის გოგონა ემსხვერპლა. რა საფრთხეებზე საუბრობენ სოფელში და დამონტაჟდება თუ არა შემოფერხებელი ბარიერები ცენტრალურ მაგისტრალზე? შეშინებულები ვართ იმ ინციდენტის გამო კიდევაც რაც მოხდა. ამ ეტაპზე ერთადერთი გამოსავალი არის შემთხვევი ბარიერების დამონტაჟი. ბიომეტრიული პასპორტის გაცემის საფასური ერთი თვის განმავლობაში 100-ის ნაცვლად 70 ლარი იქნება. აქციით სარგებლობა შეუძლია საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვისაც შეუსრულდა 18 წელი. დავასუფთავოთ მსოფლიო უდიდეს გარემოს დაცვით კამპანიას გურჯაანით შეუერთდა. საღამო მშვიდობისა. არის თუ არა ლარის გაუფასურების მიზეზი მოსახლეობის უარყოფითი მოლოდინები. გურჯაანელი მოსახლეობა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველის კომენტარს ეხმიანება. გიორგი ბაქრაძე ფიქრობს, რომ პირველ რიგში ამ დამოკიდებულების შერბილებაა საჭირო, რასაც კახეთში არ ეთანხმებიან და ფიქრობენ, რომ პანიკის საფუძველი მართლაც არსებობს. ნინო სამიაშვილი არკვევდა, რას ფიქრობს და როგორ ცხოვრობს ხალხი გაუფასურებული ლარის კვალდაკვალ. ლარის კურსის დღითი დღე გაუფასურებას ამჯერად ეროვნული ბანკის მრჩეველი არა ისევ საგარეო შოკებს, არამედ ხალხის მომავლისადმი სკეპტიკურ განწყობას აბრალებს. გიორგი ბაქრაძის თქმით, ხალხი გაუფასურებას ელოდება და ეს მოლოდინიც სწორედ ამიტომ მართლდება. ძირითადი პრობლემა დღეს არის ეს უარყოფითი მოლოდინები, იმიტომ რომ ხალხი სხვადასხვა მიზეზების გამო ელოდება გაუფასურებას და ამიტომაც ხდება გაუფასურება. თავარი არის ნაკლებად უსმინოთ ექსპერტებს. მთავრობის ბრალი არ არისო? აბა ვისი ბრალია? გლეხების ბრალია? არა, გეკითხებით მე. არ ჩემი ბრალია. მავისი ბრალია. აბა როგორ შეიძლება რომ ესეთი რამე თქვა, რომ გინდა თუ არა ხვალუბედურებაში ვიქნებით უფრო არა? მე ვფიქრობ, რომ კარგი უნდა. ეს მამაკაცი ირწმუნება, რომ მომავალს ოპტიმისტურად უყურებს, თუმცა ბანკში მისვალებს საშველი მაინც არ აქვს. პროცენტი დაგვარიცხეს და გახდა 2 იმდენი პროცენტი. წიწილა რო გავყიდი. ამ მოხუცმა კი ლარის გაუფასურება იმით იგრძნო, რომ ერთი წიწილის ფულით პური და წამალიც აღარ მოსდის. აი ცალი მაგალითად 2.5 ვაფასებ რა არის? ეს 2.5 რა გამოდის? 25 კაპიკი გამოდის თუ რა გამოდის? აღარც ამ გამყიდველებს რჩებათ ძველებურად თანხა ხორცის საყიდლად. ბაზარში ვეღარ ჩაივli ხორცისკენ ახლოს რო გინდა და ვერ გიყიდნი არა გაქარა. შილისაგან კოკონაი ხუი გადმოტრიალდება. მაშინ ხო გაიგებს რომ ეს ქვეყანა არ არსებობს. ზოგი იმას დარდობს, რომ ნიორი 5ჯერ გაძვირდა. ნიორი 7 ლარი გახდა. აბა 7 ლარი უნდა იყოს, როცა გიდა 1.5 კილოგრამი 2 ლარი. დავედოთ პროცესებს, შევიძინოთ დოლარი მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა გვჭირდება, პანიკის და აჟიოტაჟის ასე ვთქვათ, არსებობა უსაფუძვლოა. სიგტყვილია ლარი კუპონი გახდა. ეთქვა რა რიტყვილი. გურჯაანში კი ამბობენ, რომ მართლაც პანიკაში არიან, რადგან ბანკში გაორმაგებული პროცენტების, გაძვირებული პროდუქტებისა და გაუფასურებული პენსიის ამარა დარჩენილებს მშვიდად და დალხენილად ცხოვრება აღარ შეუძლიათ. მაგალითად 1000 ლარი გვაქვს დოლარში გამოტანილი. 105 ლარი, ეხლა 160 ლარი შეგვაქვს. ჩემი ძალი იყო იმ დღეს იგეთი გამწარებული მოვიდა რომ მეტია შეიძლება. რა იქნებოდა რომ წესიერად ხალხისთვინაც მეეხედნათ და ჩვენთვინაც რაღაცა ყურადღება მეექცნათ. თვითონ კარგად იჯიბავენ პრემიებსა და იმათ. აბა რა არის? პენსია იმაძლევენ. გამოდივარ და დღეს უნდა ვამღერო, მე რა ვჭამო ხვალე ხალხი. რა ვჭამო? ძალიან ცუდად. ეყურძენ საკლდება გლეხისაი. დანარჩენ ყველაფერი მომატებული აქვს. აბა ავერა ხედავთ რა ამბავი. ჩვენზე პირადად გამაუბედურება რა. ბანკი ვალი მაგდა როგორ მოიშორვა 100 ჯერაა. იბეში არაფერი არ არის და როგორ გაიცხენ კარგად.
დაჩაუცმელიო, უჭმელუთური დაჩაუცმელიო, ამ თავრობას ეგეთი უნდა. აი ეს მწვანილი ვიყიდე და ხვალისთვის ლობიო უნდა ვიყიდო და აი შემხედეშვილი რამაცვია. აი როგორი ვიქნები 77 წლის ქალი. სოფლის აშენებას მოახმარე ჩემი ჯანი და აი ახლა მათხოვრობ. აი როგორ ვიქნები შვილი? ისევ ამ დიდი ხალხის სასარგებლოთ არის ყველაფერი, მაგათი მუშები ვართ, მაგათი მოახლეები ვართ. ახე ჩაგდებული ნაგავში პური ამოიღე და შევჭამე. იქნება არ დამიჯერო. მე ესეთი ცხოვრება მქონდა, რომ ესე წარმატებული, მაგრამ დღეს ჩამოვარდნილი ვარ აი ესე. შეგვპირდა ივანიშვილი 220 ლარს პენსია სად არის? ის 220 სად ჩაიყლაპა? ყველას უწევს, მარტო მე კი არა, სულ ყველას. სულ ყველას გაუწევს. თქვენ სხვების არა იცით. როგორ არ ვიცი, აქ მთელი დღე აქ ავდგევარ და როგორ არ ვიცი. საზოგადოების ასეთი განწყობები ისმის ქუჩაში, თავშეყრის ადგილებსა და ბაზარში. შესაძლოა ასეთი სურათი სულაც არ არის იმ დაწესებულებებში, სადაც ყოველთურად სოლიდური ხელფასები აქვს, თუმცა სტატისტიკური მონაცემებით დღეს დასაქმებულებს უმუშევრები და პენსიონერები სჭარბობენ. რთველი კახეთში ღვინის კომპანიებში ყურძნის ჩაბარება უკვე აქტიურ ფაზაში შედის. ზოგიერთ ქარხანასთან რიგებიც კი გაჩნდა. დღეს მონაცემებით მევენახეებისგან ყურძენს 8 სახელმწიფო და 20 კერძო კომპანია ყიდულობს. ფასი ჯერჯერობით უსვლელი რჩება. არქაწითელი სუბსიდიის ჩათვლით 70 თეთრი, ხოლო საფერავი 85 თეთრია. დღეისათვის 15,000 ტონა ყურძენი უკვე გადამუშავებულია. კომპანიები ვარაუდობენ, რომ მევენახეები განსაკუთრებით შაბათ-კვირას 19 და 20 სექტემბერს გააქტიურდებიან და არ გამორიცხავენ, რომ ქარხნებში რიგებიც გაიზარდოს. იქაც რიგები, რიგი ეს არის განუხრელი ნაწილი რთველის, ანუ სადაც დავინახავთ რიგს, ეს ნიშნავს, რომ იქ ყურძენს ამუშავებენ. ყველაზე აქტიურად გურჯაანში ყურძენს, თეთრ ყურძენს იბარებს ჭანდარში მდებარე ქარხანა და კოტეხის ქარხანა. თუმცა ცოტა რაოდენობით სხვა გურჯაანის რაიონში ბევრი არის ხვების, იგივე ველის ციხეში თავარია სოფლის წმუნებულებთან აიღოს მევენახეება, რომელსაც უნდა ყურძნის ჩაბარება, მიიღონ ინფორმაცია სოფელშივე. სტიგიიდან ერთი თვის შემდეგ ყვარლის სოფლებში საცხოვრებელი სახლების ნაწილი ისევ გადასახურია. მოსახლეობა ამბობს, რომ ნალექის დროს ოთახში ისევ წვიმს როგორც გარეთ. მათ მოახლოებული ზამთარი აშინებდა პრობლემის დროულად მოგვარებას ითხოვენ. თუმცა მათგან განსხვავებით მოსახლეობის ნაწილს პრობლემა უკვე მოუგვარდა. როგორ მიმდინარეობს და როდის დასრულდება სტიგიისგან დაზარალებულთა სახლების გადახურის პროცესი, ყვარლის მუნიციპალიტეტში ეთერ თეთრაძის სიუჟეტიდან შეითხოვთ. სერგო ჯოხაძის ოჯახი ერთ-ერთია, რომელიც უკვე ერთი თვეა სახლის გადახურვას ელოდება. მას ჭერი 21 აგვისტოს მოსულმა სტიქია მიმდენად დაუზიანა, რომ ცუდამინჩი სახლში ისევე წვიმს როგორც გარეთ. მოგიტან ნუგეში დაგაპოსორდ როდის ინტერნეტი გადაუჭა ავდი ნამტურები ხონდა შიფერებიცა და გახურეთელი პერომეტა ზედაოფარეო კიდე რაღაცა იმეთ ერთი თვია რაც სეტყვა მოვიდა იმის მერე როგორც გარეთაც სირეს სახში და არ მოდიან. ანალოგიურ მდგომარეობაშია ნანული გოგოლაძეც. დაზარალებული ამბობს, რომ კომისიამ მისი სახლის მდგომარეობა სტიქიიდან რამდენიმე დღეში შეისწავლა. დაპირებაც მიიღო, რომ ახალსახურავს გაუკეთებდნენ, თუმცა მას შემდეგ ერთი თვე გავიდა. ჩვენ პირნი რომ გავაკეთებთ, მაგრამ არ ჩანან არავინ არ საით. რომ ვეტყვი კი რომ ვნახავ და ვეტყვი, როდი და აბა ჯერ არა გვაქვს, შიმის არა გვაქვს, ჟესტი არა გვაქვს. ეს კი ჭიკაანში მცხოვრების ზურა ცირიკიძია. მას სახლის სახურავი 100%-ით დაუზიანდა, თუმცა მხოლოდ ნაწილი გამოუცვალეს, რის გამოც უკმაყოფილებას გამოთქვამს. უნდა გადაეხურათ სუნთელი. ეგე დამიტოვეს 4 ცალი ლისტი დააყრდა. 4 ცალი, 22 მომიტანეს, უნდა და 26. ეს რა დასატოვი იყო ეს 4 ლისტი. ამით იღუპება ის თავრობა. თუმცა სოფელში არიან ოჯახები, რომელთა სახლებსაც სახურავი მთლიანად შეუცვალეს. დაზარალებულები ამბობენ, რომ ეს მათთვის დიდი შეღავათია, რადგან სიძვირის გამო თავად ვერ გადახურავდნენ. აშენებდნენ და შიფერი იყო, მაგრამ ღარს არ ეტანება. ესე იგი შიფერი იმ შიფერს არ უდგება და უნდა გამიკეთონ ჟესტი და შიფერით ორნაირად. და მე ძალიან კმაყოფილი ვარ ამაში. ადრობელი ვართ, რომ გიხურავენ. წყალი ჩამოგვდიოდა. ჩვენ საშუალება არ ქონდა, რომ ჩვენ ის დაგვეხურებინა. არ ჯერ ცალი გვერდი დამიფარეს, მეტი არ გეკუთვნისო. მოვითხოვე მე ჩემი რომ გაიხსნა ჭერი და ნახეთ რომ სუნთლიანად იყო შესაძლებელი, მოვითხოვეთ რა ხელოსნებიც ხელი აღარ მოკიდეს რომ
სრულიად არისო შესაძლებლიო რა. რა ვიცი ახლა მომიტანეს რა, მაინც დიდი მადლობა რომ მოიტანეს რა. ყვარლის მუნიციპალიტეტში კი აცხადებენ, რომ ჯოხაძისა და გოგოლაძის ოჯახები შემოწმებულია და მათი სახლების გადახურვა 2 დღეში დაიწყება. კონკრეტულად იმ ოჯახს ეს არის ჭიკაანში სერგო ჯოხაძე. მას აქვს დაზიანებული ჰქონდა 23 შიფერი და ეს 23 შიფერი იქნება ამოცვლილი. თუ ამ ამოცვლის პერიოდში აღმოჩნდება კიდე რომ ან რაღაც იმ ამოცვლის პერიოდში გაწყდება, ან იქ რაღაც მომენტში რო აიხადა და გამოჩნდება რომ ცოტა მეტი აქვს კიდე დაზიანებული, ის დაზიანებული შეეცვლება. გოგოლაძესთან არის 78 ცალი შიფერი, ეს არის 133 კვადრატი, რომელიც ეს მთლიანად შეიცვლება. 21 აგვისტოს მოსულმასტიკიამ ყვარლის მუნიციპალიტეტის 8 სოფელი დააზარალა, მთლიანობაში კი 900-ზე მეტი ოჯახი. გამგეობაში აცხადებენ, რომ სახლების გადახურვის პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის განცხადებით, სტიქიისგან დაზარალებულ ყველა ოჯახს დაეხმარებიან. ჭანდარში სკოლის მოსწავლეები ავტოსაგზაო შემთხვევებისგან რომ დაიცვან, მათ ცენტრალურ მაგისტრალზე პედაგოგები და მშობლები აცილებენ. თუმცა არც ეს აღმოჩნდა გამოსავალი. რამდენიმე დღის წინ ავარიის გამო 9 წლის გოგონა დაშავდა. ჭანდარში ამბობენ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის. სკოლის ადმინისტრაციამ შესაბამის სამსახურებს სიჩქარის შემოფერხებელი ბარიერების გაკეთების თხოვნით არაერთხელ მიმართა, თუმცა უშედეგოდ. საფრთხეებზე საუბრობენ სოფელში და დამონტაჟდება თუ არა შემოფერხებელი ბარიერები ცენტრალურ მაგისტრალზე, დღეს საკითხს ვერაიაშვილი არკვევდა. მასწავლებელმა გადააცილა ბავშვები. მასწავლებელი წამოვიდა, იქიდან ბავშვმა დაინახა თავისი და გადმორბოდა ისევ აქ. მარინა ღვინაშვილი ერთ-ერთი თვითმხილველია, რომელიც ჭანდრის საჯარო სკოლის წინ მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას შეესწრო. ის სკოლის მეზობლად ცხოვრობს და ამბობს, რომ ყოველდღე ხედავს თუ როგორ აცილებენ მასწავლებლები დილით და გაკვეთილების დასრულების შემდეგ მოსწავლეებს გზის მეორე მხარეს. ბავშვი აქეთ გადმორბოდა ისევ და პირდაპირ მიაწყდა. აქ რო ბარიერები ყოფილიყო აქად იქიდან. ნამდვილად ეხლა თვითონაც ეთყობა არ მოდიოდა დიდი სისწრაფით. აი არიდა ამ შოფერმა, არიდა და ვერ მოარიდა ამ ბავშვსა. ნამდვილად უნდა იყოს ეს ბარიერები, სკოლა არის და ეს პირველი შემთხვევა კი არ არის. ჭანდრის საჯარო სკოლის წინ მხოლოდ ეგრეთ წოდებული ზებრის ნიშანი არის დადგმული, თუმცა შემოფერხებელი ბარიერი არ არის. მშობლების ინფორმაციით სკოლაში ბავშვებს ყოველდღე აცილებენ. ისინი მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობენ და პრობლემის უსწრაფესად გადაწყვეტას ითხოვენ. მომყავს და ველოდები რო აქ ამყავ სანამ არ წავიყვან. გადასასვლელი გაგვიკეთოსკენ. რომ მასწავლებელმაც არ შეწუხდეს რომ ეს გადაყვანას და გადმოყვანაზე. ჩვენ მშობლები ყოველდღიურად დავდივართ, რომ ბავშვები გადავაცილოთ. ძალიან დიდი პრობლემაა. გზა არის ახლოს სკოლასთან და შეშინებულები ვართ იმ ინციდენტის გამო კიდევაც რაც მოხდა. არადა ჭანდრის საჯარო სკოლის დირექციამ სიჩქარის შემოფერხებელი ბარიერის საკითხი რამდენჯერმე დააყენა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში და კახეთის სამხარეო საპატრულო პოლიციის განყოფილებაშიც. საფრთხე იმდენად რეალურია ჩვენ სკოლაში, ყოველდღიურად, რომ იძულებული ვართ ყოველ დილას, ყოველ შემთხვევაში მთელი 8 წელი ეს ასე ხდება. ყოველ დილას ჩვენი მამაკაცი მასწავლებლები მორიგეობენ გადასასვლელ ტრასაზე. ამის შესახებ ადგილობრივ გამგეობასაც მივმართეთ. სულ წინა წელს წერილი გავგზავნეთ კახეთის სამხარეო საპატრულო პოლიციასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის სამხარეო საპატრულო პოლიციის უფროსთან. ამ ეტაპზე ერთადერთი გამოსავალი არის შემწყდავი ბარიერების დამონტაჟება და მე ვთხოვ ყველას, ვისაც ეს ეხება, როგორც უბრალო ადამიანის, რიგითი ადამიანის პოზიციიდან. მოგხედეთ თორემ შეიძლება მეორე შემთხვევაზე ვეღარ გადავრჩეთ. მუნიციპალიტეტის გამგეობაში კი ამბობენ, რომ შემოფერხებელი ბარიერის დამონტაჟება მათი პრეროგატივა არ არის და 4 თვეა რაც გადაგზავნეს მონაცემები საგზაო სამსახურში. უსაფრთხო მოძრაობის ორგანიზაციაში კი გითხრას, რომ ეს საკითხი უკვე განიხილება მათთან და სავარაუდოდ ერთ კვირაში სკოლის წინ სიჩქარის შემზღუდავ ბარიერს განათავსებენ. ავტოსაგზაო შემთხვევა ქალაქ გურჯაანში თავისუფლების ქუჩაზე ერთმანეთს ყურძნით დატვირთული ზილის მარკის მანქანა და რამდენიმე მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. საბედნიეროდ მსხვერპლი არ არის. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ავარიის გამო მთავარ მაგისტრალზე დროებით შეიზღუდა ავტომობილების მოძრაობა. ბიომეტრიული პასპორტის გაცემის საფასური ერთი თვის განმავლობაში 100-ის ნაცვლად 70 ლარი იქნება.
აქციის სარგებლობა შეუძლია საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვისაც შეუსრულდა 18 წელი. დავასუფთავოთ მსოფლიო უდიდეს გარემოს დაცვით კამპანიას გურჯაანით შეუერთდა. საქართველოს ბიომეტრიული პასპორტის აღებაზე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო აქციას აცხადებს, რომლის ფარგლებში 21 სექტემბრიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით 10 წლიანი მოქმედების ვადის მქონე პასპორტის გაცემის საფასური 100 ლარის ნაცვლად 70 ლარი იქნება. სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით აქციის სარგებლობა 18 წელს მიღწეულ საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია. 21 ოქტომბრის ჩათვლით ცხადდება აქცია ბიომეტრიული პასპორტების შეღავათით გაცემის შესახებ. აქციის პირობები ასეთია: 10 წლიანი მოქმედების ვადის მქონე ბიომეტრიული პასპორტები აქციის პერიოდში გაიცემა 70 ლარიანი საფასურით ნაცვლად 100 ლარისა. პასპორტი გაიცემა მეათე სამუშაო დღეს. აქციის სარგებლობა შეუძლია საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვისაც შეუსრულდა 18 წელი და სურს აიღოს ან შეცვალოს მოქმედი პასპორტი. აქციის პირობები არ გავრცელდება იმ მოქალაქეებზე, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით უკვე სარგებლობენ სხვა შეღავათებით. ტრენინგი სკოლის დირექტორებისთვის გურჯაანის პირველ სკოლაში აუდიტის სამსახურმა ტრენინგი ჩაატარა, რომელსაც მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლის დირექტორი დაესწრო. საკითხი ძირითადად სკოლის საქმის მართვას, ბიუჯეტის განკარგვას და მენეჯმენტს ეხებოდა. ტრენინგი 17 სექტემბერს დაიწყო და დღეს დასრულდა. გურჯაანის სკოლის დირექტორებს განემარტათ ერთობლივი შეხვედრა იყო ინტერაქტიული შეხვედრა 2 დღის განმავლობაში. სკოლაში არსებული ხარვეზები განვიხილეთ, მათი აღმოფხვრვის გზები და შემდგომი საომავლო გეგმები, როგორ უნდა განახორციელონ პრაქტიკაში სკოლის საქმიანობაში, კანონით გათვალისწინებული და დადგენილი ნორმები, ისე რომ ხარვეზები არ ჰქონდეთ. შემდგომშიც იგეგმება ანალოგიური აღმოჩენილი ხარვეზების ანალიზის საფუძველზე, თუ ასეთი გვექნება. ეს იყო ძალიან დროული, ძალიან საჭირო და აუცილებელი ტრენინგი, ძალიან ნაყოფიერი მინდა ვთქვა. დრო ისე გაიპარა, ვერც გავიგეთ. შეეხებოდა ადმინისტრაციულ, ფინანსურ მართვას, მართვის კორექციას. ყველა საჭიროებო საკითხი, რაც კი დირექტორს აწუხებს, როგორც ადმინისტრაციული კუთხით, იურიდიული კუთხით, კანონმდებლობები ასევე საჭირო და ფინანსური, რაც ყველაზე პრობლემურია ხოლმე. დავასუფთავოთ მსოფლიო უდიდეს გარემოს დაცვით კამპანიას გურჯაანით შეუერთდა. აქციის ფარგლებში გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის, საკრებულოს, ტერიტორიული ორგანოებისა და IP-ების თანამშრომლობა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მათთვის გამოყოფილი ადგილები დაასუფთავეს. აღნიშნული კამპანია 1992 წელს გაეროს გარემოს დაცვითი პროგრამის ინიციატივით დაფუძნდა და მასში საქართველოს უკვე მეხუთე წელია მონაწილეობს. დასუფთავების აქცია 3 დღეს გაგრძელდება. ჩართულები არიან აღნიშნულ აქციაში მუნიციპალიტეტის თანამშრომლები, სხვადასხვა ორგანიზაციის თანამშრომლები, საჯარო სკოლის პედაგოგები, საბავშვო ბაღების პედაგოგები და ჩვენ მიგვაჩნია რომ ეს არის ძალიან კარგი აქცია, ხშირად უნდა იმართებოდეს ესეთი ტიპის აქციები და ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ჩვენს ქალაქსა და ჩვენს რაიონზე და შესაბამისად უნდა გქონდეს სუსტო. დედოფლის წყაროში ვარშლოვანის დაცულ ტერიტორიების დამთვალიერებელთა რიცხვი გასულ წელთან შედარებით 13.1%-აა გაზრდილი. ნაკრძალის ადმინისტრაციის ინფორმაციით 8 თვეში ვარშლოვანს 8134 დამთვალიერებელი ეწვია. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი მხოლოდ 7150 ვიზიტორი დაფიქსირდა. ვიზიტორების რიცხვი აგვისტოს თვეში გაიზარდა. ნაკრძალი 1078 ტურისტმა დაათვალიერა, რაც გასული წლის აგვისტოსთან შედარებით 58% მეტია. ალაზანის კიდევ ერთი წარმატებული თამაში მეორე ლიგის მეორე ტურის შეხვედრაზე გურჯაანელმა ფეხბურთელებმა ჭაბუკიანის ჰერეთი დაამარცხეს. ამით ალაზანი სატურნირო მდგომარეობით ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს. გამოშვებას რეგიონის გარეთ განვითარებული მოვლენებით განვაგრძობთ. ევროკავშირის ელჩის მოადგილემ გიგი უგულავას საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს 16 სექტემბრის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდა. კარლო ნატალეს განცხადებით მოცემულ მომენტამდე მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით მათ სერიოზული კითხვები ჰქონდათ. მომხდარი კი ადასტურებს, რომ საქართველოში სასამართლო სათანადო პრინციპებით მოქმედებს. კარლო ნატალე მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების აღსრულებაც დროულად მოხდა. უპირველეს ყოვლისა და ფსურს აღნიშნოთ, რომ გუშინ წინდელი გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოსი
იყო ჩვენი აზრით საკვანძო ისტორიული გადაწყვეტილება, იმიტომ რომ მართლაც იყო სერიოზული კითხვები მასთან დაკავშირებით, როგორ ხდებოდა ზოგადად ასეთი პროცესები და ის რომ ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა, ეს ანიშნებს იმაში, რომ საქართველოს საომნელობა მიყვება სასამართლო საქართველოს მიყვება სათანადო პრინციპებს, ჩვენ მქონდა გარკვეული კითხვები ამასთან დაკავშირებით და ეს გადაწყვეტილება ჩვენი აზრით არის დიდი მიღწევა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში მომხდარი მკვლელობა გახსნა. აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1965 წელს დაბადებული მამაკაცი განზრახ მკვლელობის ბრალდებით ბათუმში დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა 17 სექტემბერს ბათუმში ოჯახური კონფლიქტის დროს ურთიერთშელაპარაკებისას 30 წლის მამაკაცს ცივი იარაღით ყელის არეში ერთი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. დავაკავეთ ერთი პირი, რომელმაც ბათუმში ზურაბ გორგილაძის ქუჩაზე ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას ახალგაზრდა მამაკაცს ცივი იარაღით ყელის არეში ერთი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა 17 სექტემბერს ბათუმში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 1971 წელს დაბადებულ მამაკაცს ცივი იარაღით ორი ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. ბათუმში წარსულში ნასამართლები პირი დავაკავეთ, რომელმაც ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღით ორი ჭრილობა მიაყენა მამაკაცს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს. შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიზნით საქართველოს განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროები მომზადება-გადამზადების პროგრამას იწყებენ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღეს ბრიფინგი გაიმართა. მოგეხსენებათ, რომ ქვეყანაში პრიორიტეტი არის შესრულებული სამუშაოების ხარისხის გაუმჯობესება, ასევე მაღალი ხარისხის განათლების გზით დასაქმების შესაძლებლობების გაუმჯობესება. შესაბამისად, სამუშაოს მაძიებელთა მომზადებისა და გადამზადების კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აქტიურად მიმდინარეობს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროებს შორის თანამშრომლობა, რომლის მიზანიც არის საქართველოში სამუშაოს მაძიებელთა მომზადება და გადამზადება მათი შემდგომი დასაქმების შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, ორი სამინისტროს მიერ გახორციელებული პროექტი, რომელიც ითვალისწინებს შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანობის ამაღლებას. თვითონ მთელი პროექტი ორ ძირითად ნაწილად არის გაყოფილი. პირველზე, როგორც უკვე ვისაუბრეთ, პირველი გახლავთ მოკლევადიანი გადამზადება საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სასწავლო დაწესებულებებში, ხოლო მეორე გახლავთ სტაჟირების ნაწილი, რაც გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფოს მიერ დასაქმების მსურველები მინიმუმ 3 თვის ვადით მიმაგრებული იქნებიან განსაქმებელთან შესაბამისი პროფესიის ასახვისებლად, ესენი არიან ეგრეთ წოდებული სტაჟიორები. ყოფილმა მის ახალმა ზელანდიამ 96 წამში 12 დონატი შეჭამა. სასაცილოს ღარბები ერთი თეფშიდან ერთდროულად ჭამენ. გამოშვებას უცხოეთის ამბებით განვაგრძობთ. მიგრანტების ნაკადის შესაკავებლად ხორვატიამ სერბეთთან საზღვარი ჩაკეტა 8 სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან ამ დროისთვის მხოლოდ ერთი ფუნქციონირებს. ხორვატიის მიმართულებით მიგრანტთა ნაკადი მას შემდეგ დაიძრა, რაც უნგრეთმა მათ საზღვარი ჩაუკეტა. თავშესაფრის მაძიებელთა რეკორდულმა რაოდენობამ ევროკავშირში პოლიტიკური კრიზისი წარმოქმნა. ევროპელი ლიდერები 22 სექტემბერს მიგრაციის საკითხზე იმშელებენ. ჩილეს ცენტრალურ რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადა. ევრონიუსის ცნობით ამის მიზეზი გუშინ მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრა გახდა, რამაც 10-ზე მეტი ადამიანი შეიწირა. სტიქის ეპიცენტრი ლიმარის პროვინციაში მდებარეობდა. 8.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ ცუნამი გამოიწვია. იყო განმეორებითი ბიძგებით, ამ დროისთვის მილიონამდე ადამიანია ევაკუირებული. ახლა კი საინტერესო ამბები, რომელიც პალიტრა ტივიმ გაავრცელა.
ყოფილმა მის ახალმა ზელანდიამ 96 წამში 12 დონატი შეჭამა. მოდელმა 96 წამში 12 დონატის შეწმვა შეძლო. 23 წლის ნელა ზისერს მისი პროფესიისთვის უჩვეულო ჰობი აქვს. გოგონა პიცის შეჭმის შეჯიბრებებში მონაწილეობს იმ დროს, როდესაც მისი კოლეგები თითოეულ კალორიას აკონტროლებენ, ნელა დონატებს თავდაჯერებულად მიირთმევს და ამ მიღწევებით საკუთარი YouTube-ის არხზე ტრაბახობს. სასაცილოს ღარბები ერთი თეფშიდან ერთდროულად ჭამენ. სახალისო ვიდეო პოლონეთის ქალაქ კოძკოში თვით ორგანიზებული ზღარბების სარეაბილიტაციო ცენტრში გადაიღეს. ვიდეოს ავტორმა მას 9 პირის კონცერტი დაარქვა. ცხოველები ერთდროულად ერთი თეფშიდან ჭამენ და დამახასიათებელ ხმას გამოსცემენ. ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი მოდელი ბრაზილიელი ჯიზელ ბუნდჰენია. გამოშვებაში კი ასევე ნახავთ. ევრობასკეტზე ესპანეთმა საფრანგეთი დაამარცხა. და ბოლოს დღის სხვა ამბები. ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი მოდელი ბრაზილიელი ჯიზელ ბუნდჰენია. იგი Forbes-ის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში ლიდერობს. ბოლო 1 წლის განმავლობაში 35 წლის ლამაზმანმა 44 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. მისი ძირითადი შემოსავალი სარეკლამო კონტრაქტებია. მეორე ადგილზე Forbes-ის რეიტინგში ადრიანა ლიმა, მესამე პოზიციას კი კარა დელევინი იკავებს. ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატზე ნახევარფინალურ შეხვედრაზე ესპანეთის ეროვნულმა ნაკრებმა საფრანგეთი 80-75 დაამარცხა და ფინალში გავიდა. მეორე ფინალისტი დღეს სერბეთი ლიტვის მატჩის შემდეგ გამოვლინდება. FIFA-ს გენერალური მდივანი ჟერომ ვალკემ თანამდებობიდან გადააყენეს. ამის მიზეზი მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები გახდა. FIFA-ს მაღალ ჯინოსანს მსოფლიო ჩემპიონატზე დასასწრები ბილეთების ხელოვნურად გაძვირებაში სდებენ ბრალს, რასაც ის კატეგორიულად უარყოფს. ახლა კი ვნახოთ როგორი ამინდი იქნება ხვალ. დღევანდელი გამოშვება ამით დასრულდა. ნახვამდის.